ეს არის ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი. რომ მე ვემსახურებოდი რეგიონს რუსების წინააღმდეგ, მაშინ ომი იყო უკრაინაში უკვე 2014 წელს ყირიმის ანექსია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს რეფორმა, ვთქვათ, წარმატება ამ რეფორმის რეგიონში და უკრაინისთვის თვითონ. საქართველოს პოლიციის რეფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილება რეგიონისთვის და ყველა ამაყობდა ჩვენ განსაკუთრებით, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ აი ნახეთ როგორია ვთქვათ, კვლევის საგანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვთქვათ, ამ კორუმპირებული სისტემიდან გამოვიდა რაღაც, რამაც დაიმსახურა ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოებაში. 2015 წელს, თუ არ ვცდები, ეს არის გაზაფხული, მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ პატრულ ინსპექტორმა დევნისას გაისროლა და ჩვეულებრივი, ვთქვათ, სამართლებრივად დაცული ჩვეულებრივი ნორმა იყო და ვთქვათ, რაღაცა მოხდა შემთხვევა, მოკლედ ეს იყო პატრულ ინსპექტორი ოლეინიკი, ძალიან კარგად მახსოვს ეხლაც, რომელიც რამოდენიმე დღეში პროკურატურამ დააკავა. და პროკურატურის დაკავების შემდეგ დაიწყო წარმოუდგენლად დიდი შავი ესეთი საზიზღარი პროპაგანდა ახალ შექმნილი საპატრულო პოლიციის მიმართ. სად მივხვდი, რომ ყველაზე სწორ ადგილას ვიყავით? პირველად უკრაინის ისტორიაში პატრულ ინსპექტორი ოლეინიკის დაკავების შემდეგ სოფიისკაეზე, ანუ სოფიის მოედანზე, სახელობის მოედანზე 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა პატრულის დასაცავად. ანუ მიტინგი მოეწყო. წარმოიდგინეთ, მაიდნის შემდეგ, როდესაც ბერკუტი ხრეტდა ადამიანებს, იქვე 500 მეტრში მთელი 10,000-ობით ადამიანი კიეველი დგას და იცავს პატრულს. აი მაშინ მივხვდი, რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ ძალიან დიდი წინააღმდეგობები იყო. წინააღმდეგობები იყო პრეზიდენტთან, წინააღმდეგობები იყო მინისტრთან, წინააღმდეგობები იყო რადასთან, წინააღმდეგობები იყო კომიტეტში თვითონ, სადაც რაღაცა ესეთი მარტო ხომ ვერ იქნებოდით, ვინ გედგათ? საზოგადოება, ჩემი გუნდი, ქართველები, ვინც იყვნენ, თვითონ რეფორმატორები, ბევრი ახალგაზრდები. თავარი იყო ზუსტად ის, რომ ძალიან დიდ რაღაცას აკეთებ. ხო? და თუმცა ჩემი გადადგომაც რა იყო? იყო ზუსტად ის, რომ პოლიტიკური ნება ბოლომდე არ გავიდა და მაშინ ჩემი გადადგომის მიზანი რა იყო? პატრულის რეფორმა მოვჭით, დავიწყეთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, 10,000 კაცი გაუშვით სისტემიდან, 10,000 კაცი, ქაუტონდინო. საკმაოდ ესეთი აი რო იტყვიან ზვიგენები, ხო? ანუ შარკები, ესეთი კორუმპირებული და მე რა მოხდა სასამართლო, რომელიც არ იყო რეფორმირებული, სასამართლომა დაიწყო დაბრუნება სისტემაში ამ ადამიანებმა. წავიდნენ ეს ადამიანები, მიჩივლეს სასამართლოში, ანუ უჩივლეს ახალშექმნილ პოლიციას და დაიწყეს შემოbrunება სისტემაში. და მაშინ არ მქონდა ის მხარდაჭერა, რომელიც უნდა ქონოდა პოლიციის უფროს და ავტონომიურობა და ხო, ეს იყო ძალიან რთული.